ეს მუსიკა როგორ საოცარ პერიოდს მახსენებს. ვარსკვლავური ომების Star Wars-ის ფანებს უნდა გაგიხარდეთ ახლა რასაც გეტყვით. შეიქმნა 3D ნაბეჭდი უკაბელო მაუსი, რომელიც მინიატურულ Millennium Falcon-ს გავს. ის დიზაინერმა შექმნა, რომელიც ცნობილია როგორც პარკერ რიაუჯი. გარდა იმისა, რომ მაუსის დიზაინი წარმოუდგენლად დეტალურია, მისი საუკეთესო მხარე ისიცაა, რომ ყველას, ვისაც აქვს წვდომა 3D პრინტერზე, შეუძლია ადვილად შექმნას საკუთარი მაუსი Star Wars-ისგან. Millennium Falcon-ის უსადნო მაუსი ზუსტად ჰგავს Han Solo-ს გემს. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ გადახვევის ბორბალი აქვს ზემოთ, კურსორის სამოძრაოდ. მარცხენა და მარჯვენა დაწყაპუნების ღილაკები ჭკვიანურად იმალება დიზაინში, რაც მას ფუნქციურობასაც მატებს და ელეგანტურ შთაბეჭდილებასაც. ამ პროექტის შესახებ მეტის გასაგებად და იმის სანახავად, თუ როგორ შექმნეს სხვებმა საკუთარი მაუსი, შეგიძლიათ ეწვიოთ Millennium Falcon Wireless მაუსის გვერდს Maker Word-ზე. აქვე ვისაუბრებ საკითხზე, თუ როგორ მივედით 3D ბეჭდვის ტექნიკამდე. 3D ბეჭდვის ტექნიკა დღეს ნამდვილად აღარ არის უცხო, დაწყებული ფეხსაცმლიდან დამთავრებული თვითმფრინავის ნაწილებით. ყველაფრისთვის ვიყენებთ. თუმცა კონცეფცია ბევრად ადრე დაიბადა. აქ ერთ ავტორს ნამდვილად ვერ დავასახელებ, თუმცა ახლა ჩაკ ჰალზე მოგიყვებით, ადამიანს, რომელიც 3D ბეჭდის მამად მიიჩნევა. სტერეოლითოგრაფია, რომელიც დღეს უფრო 3D ბეჭდვის სახელითაა ცნობილი, 1983 წელს შემოგთავაზა. ამავე წელს შექმნა პირველი 3D ბეჭდვის ტექნიკით მიღებული ნაწილის, რაც დღეს 20 მილიარდიან ბიზნესში გადაიზარდა. რევოლუცია შემოგთავაზა მანქანების წარმოების, სამედიცინო თუ საავიაციო სფეროებში. ჩაკი კოლორადოს უნივერსიტეტში სწავლობდა საინჟინრო ფიზიკას. შემდგომ მეცნიერების ბაკალავრიც გახდა და ამ მიმართულებით დაიწყო კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმა. კომპანიაში მუშაობდა, რომელიც ულტრაესფერი გამოსხივებით ფოტოპოლიმერების დამუშავების პროცესს მიმართავდა. ეს კი სიახლე იყო ჰალისთვის და ზუსტად ამ დროს მოუვიდა 3D ნაწილების დაბეჭდის იდეაც. უფრო ზუსტად, მუშაობის დროს პლასტმასის ნაწილების პროტოტიპის შექმნა უწევდა, რომელიც შემდგომ ყალიბში უნდა მოეთავსებინა, რაც საკმაოდ დამღლელი პროცესი იყო. სწორედ ამიტომ გონება იმ იდეებისკენ წავიდა, რომლებიც ამ პროცესს გაამარტივებდა. ვიცოდი, რომ პლასტმასის ნაწილების პროტოტიპების შექმნა ყოველთვის გამოწვევას წარმოადგენდა ინჟინრებისთვის. დიზაინის ჩამოყალიბებიდან პირველი ნიმუში შექმნამდე პროცესს რამდენიმე კვირა და თვეებიც კი სჭირდებოდა. მიხვდა, რომ ულტრაესფერის სხივების გამოყენება პლასტმასის ნაწილების შესაქმნელადაც შეიძლებოდა.